ამ ინსტრუმენტს სხვადასხვანაირი სახელით მოიხსენიებენ. არის რომ fishbone დიაგრამა, ესეა პირდაპირ, რომელსაც ქართულად შეგვიძლია უწოდოთ თევზის ფხის დიაგრამა. ასევე შეგხვდებათ როგორც მიზეზშედეგობრივი cause and effect დიაგრამა და თვითონ ავტორის დასახელებითაც არის ცნობილი იშაკავას დიაგრამა. აი თავად იშაკავა გახლავთ, ასე ვთქვათ, იაპონელი ხარისხის მამას უწოდებენ მას, ვინც შექმნა ეს მიდგომა, ეს მეთოდი და შემდგომ უკვე ესეთ უნივერსალურ ოქროს მოდელად იქცა პრობლემებთან მიმართებაში, როდესაც გვინდა რომ პრობლემა ძირფესვიანად, ასე ვთქვათ, გადავჭრათ. რას წარმოადგენს და რატომ ქვია თევზის ფხის დიაგრამა? თვითონ მოდელი სწორად ის არის, რომ ძალიან წააგავს თევზის ფხას. გვაქვს თევზის თავი, რომელშიც ვწერთ ხოლმე პრობლემას და შემდგომ ფხა არის, რომელიც იშლება, ასე ვთქვათ, ფხებად კიდევ და ეს ფხების, ასე ვთქვათ, დასახელებები არის უკვე მსხვილი კატეგორიები, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად ამ ჩვენი პრობლემის გამომწვევი მიზეზი. და შემდგომ ჩვენ შეგვიძლია უკვე არა ერთი ხაზით გავყვეთ პრობლემას და ისე ჩავიდეთ და ისე მივაგნოთ გამომწვევ მიზეზს, არამედ მრავალი მხრიდან მივდგეთ. არ დაგვჩვენს არც ერთი არეალი, რომელიც შეიძლება პოტენციურად იყოს გამომწვევი ჩვენი პრობლემის. შესაბამისად, აი ამ მოდელით თუ გავყვებით ჩვენ პრობლემას, დამერწმუნეთ, რომ სისტემური სახით მივდგებით და აუცილებლად, ასე ვთქვათ, ძირფესვიანად აღმოვხვრით მას. ახლა მინდა გაჩვენოთ ერთი ისეთი მაგალითი, რომელიც ალბათ ჩვენს ყოველდღიურობაში ყველას გვხვდება ხოლმე და მინდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი თუ როგორ გაიშლებოდა ამ მოდელზე. მოდით, ახლა გავშალოთ ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ალბათ თქვენს გეცნობათ და წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს პრობლემა სამსახურში დაგვიანების. როგორ გავშლიდით თევზის ფხის დიაგრამით. როგორც აღვნიშნე, უბრალოდ ხაზავთ თევზის ფხას, რომელსაც მივამსგავსებთ იმის მიხედვით, როგორი ნიჭი გვაქვს ხატვის, ეს არის თევზის ფხა, თავი ამ შემთხვევაში. და სწორედ თავში უნდა ჩავწეროთ პრობლემა, რომელიც არის ჩვენ შემთხვევაში დაგვიანება. პრობლემის შემდგომ ჩვენ გვჭირდება, რომ მისი გამომწვევი მიზეზები ჩავშალოთ ფხებზე უკვე. აი კატეგორიები დაიტანება აი ამ დიდ ფხებზე. თეორიულად ჩვენ შეიძლება გვქონდეს 4 კატეგორია, 5 ან მაქსიმუმ ალბათ 6 კატეგორია. ჩვენ შემთხვევაში მოდით 4-ით შემოვიფარგლოთ. როგორც წესი, ესეც დასტანდარტიზებულია და არის ხოლმე კატეგორიები განსაზღვრული, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე ზედა დონის და ჩვენი პრინციპი ის არის, რომ ამ კატეგორიებას სრულად უნდა მოიცვას ჩვენი ეს პრობლემის გამომწვევი მიზეზები. და დავიტანოთ, რა შეიძლება იწვევდეს ჩვენს დაგვიანებას. ყველაზე ზედა დონის შეიძლება იყოს მეთოდი, როგორც ასეთი, კატეგორია. შეიძლება იყოს ტექნიკა, მაგალითად, ან ინსტრუმენტები. პრობლემიდან გამომდინარე შეიძლება შემთხვევაში გადავასხვაფეროთ ხოლმე კატეგორიები. შეიძლება ეს იყოს კიდევ გარემო, როგორც გამომწვევი მიზეზი და თავად ადამიანი. როგორც ხედავთ, ეს არის ყველაზე ზედა დონის კატეგორიები და ბუნებრივია ჩვენ გვჭირდება ახლა ამ კატეგორიებში შიგნით ჩასვლა. გეხსოვებათ ჩვენი ვიდეო 5 რატომ, რომელიც შეგვიძლია უკვე აი აქ გამოვიყენოთ და თითოეული კატეგორიის ჭრილში უკვე ფხები გავაკეთოთ, სადაც აი ამ ფხებზე დავწერდით უკვე გამომწვევ მიზეზებს კონკრეტული კატეგორიის ჭრილში. რამდენიც დაგვებადება იდეა თუ რა შეიძლება პოტენციურად იწვევდეს, აი ამ კატეგორიებში ჩავალთ ყველაზე ბოლო დონის სიღრმეებამდე, რომ მივწვდეთ ყველა იმ მიზეზს. თავდაპირველად, როდესაც სამსახურში დაგვიანება ვახსენებ, ხშირად ამას მაგალითად ვიყენებ ხოლმე და რასაც მეუნევიან დაიღიმება და დაგვიანება ხშირად ვიცით, რომ რა შეიძლება იყოს გამომწვევი, ხო? მაგალითად ის, რომ გარეთ არის მუდმივად ესეთი საცობები. მაგრამ როდესაც ესე ჩავშლით და ბევრ კატეგორიაში შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, საცობი არ არის გამომწვევი მიზეზი, არამედ შეიძლება ბევრი ფაქტორი იყოს. და ამ ფაქტორების მკურნალობით შემდგომ ჩვენ ნახავთ, რომ ეს პრობლემა გამოგვისწორდება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მეთოდის კუთხით შევხედოთ და ვთქვათ, რომ როგორ უდგებით ამ საკითხს. მაგალითად, როგორია ჩვენი დილის რუტინა, ხო? პოტენციურად შეიძლება იყოს ეს გამომწვევი.
ტექნიკის კუთხით შეიძლება იყოს აი ეს ტექნიკური ნაწილები, როგორც თქვათ, ვემზადებით ჩვენ მეორე დღისთვის. მაგალითისთვის შეიძლება დაგვაგვიანოს რამ, რომ ვერ ვიპოვეთ მანქანის გასაღები, ვერ ვიპოვეთ რაღაც სახლის გასაღები. შესაბამისად, ესეც შესაძლებელია იყოს მიზეზი ერთ-ერთი ჩვენი აი ამ პრობლემის, რომელიც შემდგომ იწვევს დაგვიანებას. გარემოსთან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას? თუნდაც ის, რომ გარეთ საცობებია, თუნდაც ის, რომ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და საბურავი დაეშვა. აი ესეთი ტიპის გამომწვევი მიზეზები, რომელიც ქვევითაც კიდევ შეიძლება ბუნებრივია ჩაშლა და ადამიანური ფაქტორი. ადამიანური ფაქტორი რა შეიძლება იყოს? მაგალითად, გვიან დაძინება, რაც იწვევს იმას, რომ დილას გვიჭირს ადრე ადგომა და ჩვენ თუ 15 და 20 წუთით ადრე შევძლებთ დადგომას, მაშინ შესაძლებელია პოტენციურად დაგვიანება აღარ მომხდარიყო, ხო? ანუ ძილის რუტინა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა აი ამ პრინციპით ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება დაგვიკროვდეს, რომელსაც შემდგომ ჩვენ დავფოკუსდებით და ავარჩევთ მხოლოდ იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მთავარი გამომწვევი მიზეზია ამ შემთხვევაში ჩვენი დაგვიანების, რომ სწორად მივმართოთ ჩვენი რესურსი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. პრინციპი ასეთია, თქვენ შეგიძლიათ ეს ინსტრუმენტი შემდგომ გამოიყენოთ და თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით გამოცადოთ, როგორ წაგადგებათ. თუ ამას გამოცდით, ძალიან გამეხარდება თუ კომენტარებში დამიკომენტარებთ, როგორი შედეგი გქონდათ, ან რამე პრობლემა ხო არ შეგექმნათ, მე შევეძლები დაგეხმაროთ აქედან ამ თქვენ გამოწვევებთან დაკავშირებით ბრძოლაში. აი სულ ეს არის, თუ მოგეწონათ ჩვენი fishbone-ის დიაგრამა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ჩვენი ვიდეო და წინ კიდევ ბევრი პრაქტიკული მაგალითი გელოდებათ.